წმინდა მამანო, თქვენ ღვთისგან ხართ განწესებულნი მოძღვრა ჩვენდა და ეკლესიის მმართველად. ღვთის წინაშე ჩვენი სულებისთვის მეოხებას ეწევით. გამოიძიეთ ყოველი კეთილად, დაამტკიცეთ მართალი და განაყენეთ უკეთური. ხილება ჩემგან დაიწყეთ, რადგან გვირგვინი ჩემი მეფობისა და არა ღვთის წინააღმდეგ ბრძოლისა. უკეთურების შემხედვარე თვალს ნუ აიხვევთ მთავართა სიმდიდრისა და უპირატესობის გამო. ნურს გლახაკთა უქონლობის მიზეზით გამოიჩენთ ზედმეტ სიმკაცრეს. თქვენ სიტყვით, ხოლო მე საქმით, თქვენ სწავლით, მე კი თქვენგან ასწავლით, თქვენ წვრთნით, მე თქვენი გაწვრთნით. ერთმანეთს ხელი მივცეთ ჭეშმარიტის ჯულის დასაცავად, რათა არაფერი დავაშევოთ ღვთის წინაშე, თქვენ როგორც მღვდლებმა, მე როგორც მეფემ, თქვენ როგორც ეკლესიის წინამძღვრებმა, მე როგორც თქვენგან ნასწავლის ჯულის დამცველმა. ეს სიტყვები წარმოთქვა წმინდა კვირტლმსახურმა მეფე თამარმა 1185 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაზე. თავად დედაკაცური გრძალვის გამოკრებაზე დიდხანს არ დარჩა. მიიღო კურთხევა მამათაგან და წარვიდა პალატად თვისად. ნათქვამი არის ჩვენს მატიანეში, რომ წმინდა მეფე თამარმა, როგორც დიდმა კონსტანტინემ, ბიზანტიის პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა, თავისი დიდი საქმიანობა, მოღვაწეობა დაიწყო პირველი მსოფლიო კრების მოწვევით 325 წელს და შემდგომ მან მიაღწია უდიდეს სახელმწიფოებრივ წარმატებებს, ასევე ინება მის მსგავსად წმინდა მეფე თამარმა. მეფე, რომელსაც თავისი დიდ პაპის, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მსგავსად სასოება მხოლოდ ღვთისკენ ჰქონდა მიმართული და მისგან ელოდა შეწევნას, კარგად ხედავდა, რომ მართლმადიდებლობასა ზედა შემოთესლნი თესლნი ბოროტნი ხელს უშლიდნენ ქვეყნისა და ხალხის ზნეობრივ წინსვლას. ამიტომაც მან იერუსალიმიდან ჩამოიყვანა ნიკოლოზ გულაბერის ძე, რომელიც სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოსობისაგან და 1185 წელს მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრიბა მთელი სამეფოს მღვდელმსახურნი, მონაზონი და მეუდაბნოენი, მეცნიერნის ჯულისა საღმრთო ისანი. ნიკოლოზ გულაბერის ძე 1178 წლამდე იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. შემდგომ იგი წავიდა ათონის მთაზე, სადაც მან მოაგვარა იმ პერიოდში ათონის ივირონის მონასტრის წინაშე მდგარი ძალიან მძიმე ეკონომიკური პრობლემები და აი ამის მერე ნიკოლოზ გულაბერის ძე გადადის უკვე იერუსალიმში და ჯვრის მონასტერში მოღვაწეობს. საგანგებოდ ამ კრებისთვის იგი დაბრუნდა და კრებას ასევე უძღვებოდა ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ საღირის ძე. კეთილმსახური მეფის მიერ წარმოთქმული ბრძნული სიტყვითა და თანადგომით გამხნევებულმა კრებამ მრავალი უღირსი ღვთისმსახური გადააყენა და მათ ნაცვლად საღმრთონი კაცნი დაადგინა. სხვანი საეკლესიონი წესნი განმართა უდებთა მიერ დახსნილნი. კრებაზე განსახილველ თემათა შორის იყო საკითხი საქართველოს ეკლესიის იმჟამინდელი მწყემსთავრის მიქაელ მირიანის ძისა, რომელსაც საეკლესიო კანონთა დარღვევით ჰქონდა მიტაცებული მწიგნობარ თუხუცეს ჭყონდიდლობა, მაწყვერლობა და სამთავნელობა. როგორც წყაროები იუწყებიან, მწიგნობარ თუხუცეს ჭყონდიდელი პირველი კაცი იყო მეფის შემდეგ, ვაზირთა შორის უპირველესი და მამაი მეფისა. იგი აკონტროლებდა სამეფო კარზე არსებულ ყველა საკითხს, ერეოდა ყველა სავაზირო საქმეში. ამასთანავე იყო სააჯო კარის, დღევანდელი გაგებით უზენაესი სასამართლოს მეთაური, ასე რომ მისი ძალაუფლება განუსაზღვრელი იყო.
თავად კათოლიკოს პატრიარქი მიქაელი არ ესწრებოდა კრებას, რადგანაც ნიკოლოზ გულაბერის ძეს და ანტონ ქუთათელს არ ჰქონდათ ამისი სურვილი, ამას ხაზგასმით აღნიშნავს ქართველი მემატიანე, ამიტომ იგი არ დაასწრეს კრებას, მაგრამ ფაქტურად მათ ვერც ის შეძლეს, რომ მიქაელი გადაეყენებინათ კათოლიკოს პატრიარქის ტახტიდან და ვერც სხვა სახელოები ჩამოართვეს, რომელიც მას ჰქონდა მითვისებული. მიქაელ მირიანის ძის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, უფალმა გადაწყვიტა და იგი 1187 წელს გარდაიცვალა. მის ნაცვლად საკათალიკოსო ტახტზე ავიდა თეოდორე. მემატიანი ამბობს და ამას ალბათ შეიძლება ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს კრება იყო იგივე სახელმწიფო დარბაზის სხდომა, ანუ მოწეული იქნა სინამდვილეში სახელმწიფო დარბაზი, რომელმაც მიიღო კრების სახე. სახელმწიფო დარბაზს მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ შემდგომ მემატიანი ამბობს ასეთ რაიმეს, რომ ყველა საეპისკოპოსო, ყველა მონასტერი და ეკლესიები დარბაზის კარიდან იღებდნენ საეკლესიო წესს, ლოცვის და მარხვის განგებას და იღებდნენ ამ წესებს როგორც უცდომელ კანონს. ანუ ჩანს აქედან, რომ დარბაზის კარიდან იღებდა საეპისკოპოსები საეკლესიო კანონებს. ანუ შეიძლება და თუ არა დარბაზი ყოფილიყო კანონმდებელი ეკლესიისათვის. ეს საკითხი არასწორად იქნა გაგებული მე-20 საუკუნის მეცნიერთა მიერ, რომელთაც ჩათვალეს, რომ წმინდა ეკლესია დარბაზს, ანუ სახელმწიფოს დაექვემდებარა. რეალურად საქმე სულ სხვაგვარად იყო. სახელმწიფო დარბაზი თვითონ წარმოადგენდა განსაკუთრებულ შემთხვევაში საეკლესიო კრებას და მას როგორც საეკლესიო კრებას უფლება ჰქონდა გამოეცა მსგავსი საეკლესიო კანონები. ეს საიდან ჩანს იქიდან და მატიანეთა სხვა ცნობიდან, ხელმწიფის კარის გარიგებიდან, სხვა წყაროებიდან კარგად ჩანს, რომ დარბაზის კარი თვითონ იმართებოდა საბჭოს მიერ. და ეს საბჭო შედგებოდა 4 ბერისაგან, როგორც წყაროში წერია, ეს იყო საქართველოს პატრიარქი პირველი ბერი, მას უწოდებდნენ საქართველოს პატრიარქი, ანუ ქართლის კათალიკოსი, მეორე ეს იყო აფხაზეთის კათალიკოსი, მესამე ეს იყო მოძღვარი და მეოთხე ეს იყო წიგნობარდ უხუცესი ჭყონდიდელი. ეს 4 ბერი იყო სახელმწიფო დარბაზის საბჭო. ამის გარდა დარბაზი თვითონ შედგებოდა მრავალი მოძღვრისაგან, საერო პირისაგან, რომლებიც იყვნენ არჩეული და მოწვეული ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ანუ ეს იყო შეიძლება ითქვას ერისა და სასულიერო პირების რჩეულთა ერთობა, რომელსაც ჰქონდა როგორც საეკლესიო კრებას მუშაობის უფლება. ღვთისმოსაობით გამორჩეული ხელისუფლების მაგალითს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სამეფო კარისა და ზოგადად მთელი სახელმწიფოსთვის. წმინდა მეფემ სამეფო კარისთვის აუცილებელი წესი დაადგინა. თვითონ ეს პალესტინის მონასტერთა ტიპიკონით ლოცულობდა და სხვებისგანაც იმასვე მოითხოვდა. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერავინ დააკლდებოდა წუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულარს. ეკლესიისა და სამეფო კარის ზნეობრივი სისპეტაკე განაპირობებდა ქვეყნის ჰუმანურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ქართული სამართალი ისედაც თავისი ჰუმანურობით გამოირჩევა, მაგრამ თამარის პერიოდში მან ასე ვთქვათ ასევე ქართულმა სამართალმა თავისი განვითარების სიძლიერეს წვეულს მიაღწია და ჩვენთვის ცნობილია, რომ თამარის ეპოქაში გაუქმდა სიკვდილით დასჯა, არავინ არ ისჯებოდა, არავინ არ სახეჭრდებოდა და როგორც მისი ისტორიკოსი გვეუბნება, მათრახიც კი არავისთვის დაუკრავთო. ამის მიუხედავად სამეფოში აღარავინ მტაცებლობდა და მეკობრეობდა. საგანგებოდ იყო ორგანიზებული გლახაკთათვის ქველმოქმედების გაცემის საქმე. სახელმწიფო შემოსავლის 10% ეგრეთ წოდებული ნაათალი სანდო კაცთა საშუალებით ღარიბ ყატაკებსა და ქვრივობლებს ურიგდებოდათ.
ქვეყნის წარმატების შესაბამისად ძლიერდებოდა ღვთისმსახურთა ლოცვა და ეკლესია-მონასტერთა შენება შემკობა. ეკლესიები იგებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ თამარის გონივრობით შემოერთებულ ყმადნაბის ქვეყნებში, ჩრდილო კავკასიაში, დღევანდელ აზერბაიჯანსა და სომხეთში. წმიდა მეფე დიდ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთ არსებულ სავანეებს. საქართველოს სამცირიდან მონასტრით საყდარ ეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობით აღავსო. ბასიანის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რამაც უზრუნველყო საქართველოს სამხრეთ საზღვრის სრული უსაფრთხოება, წმიდა მეფემ უცხოეთში არსებული ქართული სავანეების ბერმუნაზვნები, რომელნიც იმხანად სამშობლოში იმყოფებოდნენ, პატივით აღავსო და ურიცხვი საგანძური დატვირთული გაისტუმრა. ბიზანტიის იმპერატორმა ალექსიმ ბერთა საგანძური მთლიანად მიითვისა. წერია მატიანეში, რომ თამარმა კიდევ უფრო მეტი მისცა ამ ბერებს, მაგრამ იმპერატორს ბიზანტიას ჩამოართვა უფლება ემართა ტრაპეზუნტიდან მოყოლებული უდრეს სინოპამდე. ეს არის ძალზე ღრმა და დიდი ტერიტორია დღევანდელ თურქეთში. ამ ტერიტორიაზე მან დაარსა ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც სათავეში ჩაუყენა ალექსი კომნენოსი. ეს იყო ბიზანტიელი იმპერატორთა შთამომავალი, მაგრამ იმჯერად საქართველოს სამეფო კარზე იმყოფებოდა და სულაც საქართველოს სამეფო კარზე იყო იგი აღზრდილი და აქ იმყოფებოდა. ტრაპიზონის იმპერია, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი იყო, იგი საქართველოს გავლენის ქვეშ იყო და ქართულ პოლიტიკას ატარებდა. თამარის დროის საქართველოსთვის უცხოა კონფესიური დაპირისპირება, რაც ამ ეპოქის საქართველოს ეკლესიის ძლიერებაზე მეტყველებს. საღვთისმეტყველო პაექრობის შედეგად ყველაფერი წყდება როგორც მაჰმადიანებთან, ასევე მონოფიზიტებთან. ამ პერიოდის სასულიერო მწერლობაც ძალზე მდიდარია ნათარგმნი და ორიგინალური პოლემიკური თხზულებებით. სომხეთის კათოლიკოსი ჩამობრძანდა და მასთან ჰქონდა პაექრობა საქართველოს პატრიარქ ქართლის კათოლიკოსს. საქმე ის იყო, რომ ეს მიწა-წყალი, რომელსაც ათავისუფლებდა საქართველო, ეს იყო ანისის მიმართულება, ეს იყო დღევანდელი სევანის ტბიდან კიდევ უფრო ძალზე სამხრეთით, როგორც ვთქვით, ანისი, დვინი და ვანის ტბამდე დასახლებული იყო ისტორიულად იბერებით, იბერიული ტომებით. და სტრაბონი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში პატარა არმენია შეძლო მისმა მეფეებმა გააფართოეს თავიანთი საზღვრები და იბერების ისაგან მიიტაცეს მას მაშინ ქრისტეს შობამდე ხორძენე, გოგარენა და პარიადრეს კალთები. ეს ძალზე ვრცელი და დიდი ტერიტორია. აქ ცხოვრობდნენ იბერები, რომლებიც განიცდიდნენ სომხური ეკლესიის ზეგავლენას, შემდგომ საუკუნეებში სომხური ეკლესიის წევრები იყვნენ ისინი, მაგრამ ქართულად მეტყველებდნენ და მათ სურდათ ქართულ ეკლესიაში დაბრუნება. ეს იყო ძალზე დიდი რიცხვი. მაგრამ როგორც ვთქვით, სომხთა კათოლიკოსი, ვანის კათოლიკოსი ამ შემთხვევაში იყო წინააღმდეგი და ის ჩაბრძანდა სამეფო კარზე თბილისში. ცნობილია, რომ ეს პაექრობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და შემდგომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იოანემ გადაწყვიტა, რომ მათი დარწმუნება მომხდარი უკვე ღვთის ძალით, ღვთის ნებით, ღვთის მიერ გამოვლენილი სასწაულით და როგორც მემატიანი ამბობს, მან საშიში და შესაზარი სიტყვები თქვა. ამაზე დათანხმდნენ სომხები, მაგრამ მემატიანი წეს, რომ თამარ მეფე მასთან მისულა და უთქვამს, რომ აი ესეთი საშიში და შესაზარი სიტყვები, რომელიც შენ თქვი, როგორ აღმოსთქვიო და იოანე იდგა როგორც ბურჯის სარწმუნოებისაო, წერს თამარის ისტორიკოსი და მან თქვა, რომ ეს მე ვთქვი არა ჩემი ნებით, არამედ სასოებელმან ქრისტეს ძალისამანო. მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებამ კიდევ ერთხელ იზეიმა. სასწაულ შედეგად მოჰყვა ის, რომ მოინათლა უამრავი მონოფიზიტი, მათ შორის სამეფო კარზე განდიდებული ივანე მხარგრძელი. რაც შეეხება მის ძმას, ზაქარიას. იგი დარწმუნდა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში, მაგრამ როგორც მემატიანი აღნიშნავს, არ ინება გაქართველება.
ქართული ეკლესიის სიძლიერეზე და ზოგადად ქართველი ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ქრისტიანული სიწმინდეების მიმართ მეტყველებს ისიც, რომ აი ამ პერიოდიდან გვაქვს ჩვენ შემორჩენილი ქართული ოქროჭედურობის ისეთი ბრწყინვალე ნიმუში, როგორიც არის ხახულის ღვთისმშობელი. ხახულის ღვთისმშობლის კარედი გაშლილი 2 მეტრი არის თავისი სიგრძით და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი არის, თავიდანვე შედგენილი სქემით არის კომპოზიციურად გამართული. არის უამრავი ხატი, ძვირფასი თვლებით, მინანქრებით უჭედილი და თავად ხახულის ღვთისმშობლის ხატის მინანქარი დღესდღეობით ცნობილია, რომ დაკარგულია, მაგრამ ეს მინანქარი რომ იყოს თავდაპირველი სახით ჩვენამდე შემორჩენილი, იქნებოდა ყველაზე დიდი მინანქრის ხატი ქრისტიანულ სამყაროში. ამავე პერიოდს ეკუთვნის ბექა და ბეშქენ უპიზრების ბრწყინვალე ნახელავი. ჩვენამდე მოღწეული არის მხოლოდ ბექა უპიზრის მიერ შესრულებული წყაროსთავის სახარების ყდა და ანჩის ხატის ჩარჩო და ასევე ბეშქენ უპიზრის ბერთის სახარების ყდა, რომელიც ქართული ოქრომჭედლობის გენიალურ ნიმუშებს წარმოადგენენ. ამ პერიოდში იწერება უამრავი ქართული ხელნაწერი. იხვეწება ხელნაწერის მორთულობა და გაფორმება, ხდება დეკორატიული. ამის ბრწყინვალე ნიმუში არის ვანის სახარება, რომელიც თამარ მეფის პირად სახარებად მიიჩნევა. იგი საქართველოში არ არის გადაწერილი, კონსტანტინოპოლში რომანაწმინდას მონასტერში გადაწერეს და როგორც ფიქრობენ, თამარ მეფისთვის მის პირად სახარებად იყო გადაწერილი ეს და დღეს ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.